ქართველ ვოლონტიორს 30 წლის გიგი დოლიძეს კარგად იცნობენ აფრიკის ყველაზე ღარიბ უბნებში. მისი წყალობით იცნობენ საქართველოსაც. თეადეიშვილი აფრიკელი აბორიგენების ქართველ მეგობარზე. Mama, itololo, nani mwingine kama mama, an African woman. An African woman is a beautiful woman, a quality woman. მანქანები და ტურისტები აფრიკის ჯუნგლებში აქაურ მხეცებს უკვე განსხვავებული წარმოშობის ცხოველები ჰგონიათ. თუმცა გიგი დოლიძე ცდილობს იქ ჩავიდეს, სადაც ჩვეულებრივი ტურისტი ჯერ არ ყოფილა. მასაი მარას ტომები უძველესი აბორიგენები არიან. ისინი ჯერ კიდევ იმ ტრადიციებითა და წესჩვეულებებით ცხოვრობენ, როგორც პირველყოფილ თემურ წყობილებაში. სოფლიოს სხვა აბორიგენებისგან სიმაღლეზე ხტომით გამოირჩევიან, რადგან ყოველდილით უცნაურ კოქტეილს მიირთმევენ. ეს არის მორანი და ამან რო ცოლი მოიყვანოს უნდა მოკლას ლომი. გიგი მათ მიერ დამზადებული სუვენირებით თბილისური სახლი აავსო. ხო ხედავთ როგორი გამხდარია ეს არის იმიტომ ეგრე რომ ესე იგი ესენი სვან ყოველდღიურად სვამენ სისხლს და ახლობით 100 გრამის რაოდენობით დილით საქონელს გაუკეთებენ არტერიაში ბალახი არის სპეციალური საიდანაც გამოიყვანენ სისხლს და იმას დალევენ ხოლმე შემდეგ მიდიან საძოვრებზე ან სანადიროდ და ეს ყოფნით ყოველდღიურად და რადგანაც სვამენ სისხლს ესენი არიან ძალიან გამხდრები და აქვთ იმის საშუალება რომ იხტუნავონ ძალიან მაღლა ეს არის მოხუცი კაცი ეს მზე, ანუ კი, ეს არის ამაში უსხიათ ხოლმე რძე. კენიასა და ტანზანიაში მოგზაურობა გიგი დოლიძის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, რადგან ის მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ და ცივილიზაციას მოკლებულ ნაწილში შიდსით დაავადებულებს ეხმარებოდა. მათ გამო სუაჰილიც ისწავლა. აბარიაკო, როგორ ახართ? 7 თვის განმავლობაში ნაირობის ყველაზე ბინძურ და საშიშ უბნებში, მადარესა და კიბერაში ერთადერთი თეთრკანიანი ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე შედიოდა და ინფიცირებულების დარჩენილი სიცოცხლის გაუმჯობესებას ცდილობდა. ასეთ ხალხს თანამედროვე ენაზე ვოლონტიორებს ეძახიან, მაგრამ როგორც ნაირობის პრესა წერდა, გიგი უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე ვოლონტიორი. დაახლოებით 200,000 კაცი ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, 45% არის შიცი დაავადებული, კრიმინალი და პროსტიტუცია იქ არის. ძალიან ცუდი პირობებია, ფაქტიურად სახლები მაგათ არ აქვთ, 300 ოჯახი, 300 კაცი არის საშუალოდ ერთი სველი წერტილი 300 კაცზე, რო წვიმს ხოლმე წყალი ჩადის, ნუ მოკლედ არანაირი პირობები არ აქვს. მადარი არის ერთ-ერთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი უბანი. მანდ რომ ხედავდნენ თეთრს, ფაქტიურად იცოდნენ რომ მე ტურისტი არა ვარ და მე იქ ფულის დასახარჯავად ან რაღაც ისე არ მივდივარ, ასე რომ ვერავინ ვერაფერს იცოდნენ რომ მე მანდ მივდივარ ფაქტიურად დასახმარებლად. მაგად დასახმარებლად. კენიაში 2004 წელს მენეჯმენტის კონსულტანტად კანადიდან ჩავიდა. მონრეალის მაგილის ცნობილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. სტუდენტობის პერიოდში კანადის ქართული ასოციაციის აქტიურად ამოქმედებას მოახერხა და ვარდით ხელში მინი რევოლუციას მოაწყო. დაუკავშირდი იქაურ ქართველებს და რაღაც ჩამოვაყალიბეთ ქართული ასოციაცია მონრეალში და იმის თავშიც მივიდი. ადრე სხვა პიროვნება იყო, ის იყო მაგისტრის არ ეცალა ეგეთი საქმეებისთვის, ზუსტად ეს იყო რევოლუციის დრო, ვარდით ხელში მივედი, ჩამოვარდი თანამდებობა, გავაგრძელე მე 8 თვეში. რევოლუციამდე იყო საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორის პულტთან ათევი ღამეები და პარიზი, სადაც 2000 წელს გაცვლითი პროგრამით ჩავიდა და საერთაშორისო კომერციის მაგისტრი გახდა. მუშაობდა ბოშის ფირმაში კომერციული დირექტორის მოადგილედ. ამ წარმატებების მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან დაკავშირებას, რათა დედამიწის უღარიბეს ფენას რაიმენაირად დახმარებოდა და მათთვისაც ეთქვა, რომ სადღაც შორს შავ ზღვასთან არის ასეთი ქვეყანა, საქართველო, საიდანაც ჩამოვიდა და სადაც აუცილებლად დაბრუნდება. სიმართლე რო ვთქვათ, მე უფრო საშიში ვარ შიცი დაავადებულისთვის, ვიდრე შიცი დაავადებული ჩემთვის. იმიტომ რომ მე შეიძლება მაგას რაღაცა პატარა ვირუსი გადავდო და ის შეიძლება დაიღუპოს და ის მე არაფერს არ გადამდეს. საქართველოს რო ამეხა მან ვანახებდი ყოველთვის მქონა პატარა რუკა და ვაჩვენებდი რომ არა მე კანადიდან კი არა, აი ამ პატარა ქვეყნიდან ვარ შავი ზღვის სანაპიროზე. 8 თვის შემდეგ კანადაში კონტრაქტს დაასრულებს და მისი შემდგომი გეგმები ისევ საქართველოს უკავშირდება. უნდა რომ ახლა ვოლონტიორი დედამიწაზე მისთვის ყველაზე საყვარელ და იმედებით სავსე ქვეყანაში, საქართველოში გახდეს. შიდსისა და კაცობრიობის სამშობლოში კი უკვე იციან რომ თუ აფრიკაში პირველი ადამიანი აღმოაჩინეს, საქართველოში პირველი ევროპელები დაიბადნენ.